მე რჩევ მკითხეს ანიმაციისთვის რა პროგრამას იყენებო და გაჩვენებთ ახლა მე პირადად ვიყენებ ხოლმე IBIS Paintix, რომელიც იყო სახატავი პროგრამა, მაგრამ ანიმაციის ფუნქციაც დაამატეს. და Flippa-Clip-ას ბევრად ჯობია მე თუ გითხავთ, ან ფუნქციების მხრივ ბევრად უკეთესია. უბრალოდ ერთი პრობლემა აქვს. ერთი ის რომ როდესაც დიდ ანიმაციას აკეთებ, ანიმაციები გავყო ნაწილებად. ყველა სცენას სათითაოდ ვაკეთებ ხოლმე პრაქტიკულად. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ფაილი, როცა ამ დიდ ფაილებმა შეიძლება გაგაჭიდოს და წაიშალოს. ამიტომ თავს ვიძღვევ მოხდა ეგრე. დიდი ფაილი, ბევრი ნახატები მქონდა ძალიან შედარებით დეტალიზირებული ნახატები მქონდა, დიდი ფაილი იყო და წაიშალა. წაიშალა რა გაჭიდა, ვეღარ შევედი. ანუ ამ პროგრამას და ბევრი ფუნქცია აქვს და გამოსაყენებლად არ იყოს გაურკვეველია ხოლმე. ორიგინალ მიწია კომენტარებში და სოციალურ მესეჯებში ახსნა, როგორ გამოეყენებინათ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ პლუს დააწები და დაბლა ჩამოსკროლა, სადაც აწერია ანიმაცია და 1.1 LLD და 3.4 LD. მაგ ორი ზომის 640 მაგ ორი ზომის გამოყენება შეგიძლიათ მარტო, იმიტომ რომ სხვა უფრო დიდი ზომა თუ გინდათ, მაგ შემთხვევაში უკვე ფასიანზე უნდა გადახვიდეთ. ერთი ეს მეორე ნაკლი აქვს, მაგრამ ფუნქციების მხრივ ბევრად უფრო მრავალფეროვანია ვიდრე Flippa-Clip-ა. აქედან როდესაც ანიმაციაზე გადავალთ, აქედან შეგიძლიათ შეცვალოთ ზომები ფუნჯის და აქედან შეგიძლიათ შეცვალოთ სიმუქე ფუნჯის. ფუნჯები ძალიან დიდი არჩევანია, შეგიძლიათ თქვენი საკუთარი ფუნჯის დიზაინი შექმნათ და ასევე ბლოკი რაც აწადებს ფუნჯს, ნებისმიერ ფუნჯზე ერთ რეკლამას თუ უყურებთ, მოიხსნება 24 საათი თუ 18 საათი ყველა ფუნჯს. ოკეი? ერთი რეკლამის ყურების მერე. მათ შორის არის ასეთი ფუნჯებიც. Like ეს მაგალითისთვის. ან ეს like მათ შორის ესეთი ფუნჯები გეომეტრიული ფიგურებიც. ასევე არის სარკის ეფექტიც. და ასევე არის ფუნქციები პერსპექტივაში დასახატად. პერსპექტივაში შეგიძლიათ დახატოთ. და ასევე შეგიძლიათ დამატოთ 3D-ესეც. მაგალითად ეს. ოკეი. და უფრო მეტიც, ანუ ეს 3D-ესეც ასევე არის შენობებისთვისაც. მაგალითად შეგიძლიათ დამატოთ სხვადასხვა საქმეს გაიმარტივოთ, ფონების დახატვა არ მოგეწევთ ყველასი, ოკეი? აქედან შეგიძლიათ შეცვალოთ, რომ კადრი უკან დაბრუნდეს ხოლმე. აქედან შეგიძლიათ დამატოთ ნახატებს მიყვეთ, რომელი აჩვენოს წინა, უკანა თუ ორივე. მაგალითად, წინაზე თუ დავაყენებთ, აქ მარტო ან შემდეგ კადრს აჩვენებს რა არის დახატული მწვანედ. თუ ორივეზე გადავიყვანთ, ორივე კადრს აჩვენებს წინასაც და უკანასაც, რომ ნახატი არ შეგეშალოს და მიყვე იმ ნახატს. და Flippa-Clip-აზე ეს ფუნქცია ქონდა მარტო უკანა კადრზე. და რო გჭირდებოდეს ორივეზე დაყენება, ფასიანი უნდა გაიყვანა. გიყიდა პროგრამა, მაგრამ აქ უფასოდ არის და უფრო მეტიც ორივე კადრს აჩვენებს და პლუს 5 კადრამდე შეუძლია ჩვენება. შემდეგ და წინა და უკანა კადრების. და ანუ მაქსიმალურად ცუდად მიყვები ნახატს like არაფერი შეგეშლება. ასევე აქედან არის FPS-ები, რამდენი კადრი წამში იყოს და რამდენი წამი კადრში აჩვენოს ნახატი, რამდენი რასაც მოძრაობს ანიმაცია, 30 FPS-ია მაქსიმუმი. და ასევე თუ რომელიმე კადრის დიდი ხანი დაყოვნება გინდა, მაგალითისთვის ეს დიდი კადრი გინდა რომ დიდი ხანი გაჩერდეს უფრო, გადავიყვანოთ 8 წამზე და გადავიყვანოთ რა ვიცი 23 წამზე. და შეიძლება ბევრს კითხვა გაგიჩნდეთ, liquefied თული თუ აქვსო და კი, liquefied-იც აქვს. ანუ ფუნქციაც აქვს. და ასევე color wheel-იც აქვს. color wheel-იც აქვს. ბევრად უფრო მარტივია ფერების შერჩევა ვიდრე რა ქვია